ჩემს სოფელში გამგზავრებისას. ვცდილობ ლამაზად მეცვას, კარგად გამოვიყურებოდ. ალბათ იმიტომ, რომ აქ დავიბადე. აქ გავატარე ბავშვობა და დღემდე არ ვწყვეტ ურთიერთობას ჩემს მშობლიურ მხარესთან. და დავადია. აქ ცხოვრობს ჩემი საყვარელი ბებია, რომელმაც მე გამზარდა. ახლა ხან იმეროლ ესკიზებზე დავიწყე. და ამჯერად ძველი ფოტოსურათების გადასათვალიერებლად ჩამოვედი. გოგონა, ას ვერ დამალევინე? ახლავე ბატონო. თქვენ გონიათ მართლა მოკვდა? არა, გათხოვდა ბატონო. მამა ქალიშვილის გათხოვების სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. გოგო მაინც გაპარულა სახლიდან გათხოვილ. ახლა სამი შვილი ყავს და მამამის მაინც არ სურს შეურიგდეს. დიდი მადლობა. არაფრის. შეგენაცვალო, ბებია. ჩამოდი, შვილო. ჩემი პატარა გიჟი გოგო. რა შვები, დედიკო. კიდე გაიზარდი, ჩილი მე. ნასტია! ნასტია, თამარა! შენ დაღლილი. ათშვილო, წამოწევი, შენ გენაცვალე. მჭადები მაგ გადასაბრუნებელი და ახლა მოგაკითხავ. შენ ჩილი მე, ნასტია! მარიამ ბები ახალგაზრდობაში. დავრდომილის ნეული უნუგეშოთ ვტირიმე რავქნა გენაცვალე რავქნა შენი გენაცვალე რავქნა შენი ჭირი სალომე რა ძირფასი სიმღერა ცოდნია მაგ შენ ძმისთვის მოდი ჩემ ნახულ ბარნაბას გოურიგო ერთობ კარგი ხვალ შეუთრი შენთვის კარგი ხალი ყავს და სასტრაფოდ ახანა გაჩდი გადასანახულება ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე მალამდეა ქალის გადასანახულებლად მივივარ და ჯორი უნდა მათხოვ კებილია აგერ ადამულე
ვისი კალია ვიჯო? მერე გეტყვი, მერე. ახლა მითხარი შეგაცა. თუ აღინა რომ მეტყვია. აბა, ხვალსაღამოს ჩამოგიყვან. მე სახელი მოგიყვან. შეჩერებულო. აშო. მოუშვებო, მოითახჩქარა. დაუდარაჟდით ბარნაბას და რავანს გამოჩნდება აქეთ გამიიქეცით სუყევა. რა ღმერთი გოუწყესა. გამოვადი ჯორფელი. რა ვიფიქრო აღარ ვიცი. შეგასხვი ღმერთო. გეყობა. ნუჯუ, გამოგი შეგას. ას. წამა. დაიდე. ასე ჯობია შეგასო. აჩო. ჰე.
მარიამ ბებია და ბარნაბა ბაბუა ბოლოს მაინც დაქორწინდნენ. ბაღნებო მოდით აქ. მაიმუნ ობა მუცა მოდი შედა შენ კიდე გააბრაზე დედიკო არა აბა ვინ მომერევა ელარა ფერიკინო ელა მომე ხუდი მომე არ მოგცემ მომე ხუდი შენ მამაძა არ მოგცემ აბა არა ფერიკინო ელა ბარაკე ბაბუა ომიდან აღარ დაბრუნებულა. მარიამ ბებიამ დიდის წვალებით აღზარდა და ფეხზე დააყენა შვილები. დედაქალაქში გააგზავნა უმაღლესი განათლების მისაღებად. მხოლოდ ქუცა დარჩა შინ და ისიც ქალაქისკენ მიილბოდა. დედა შორს იყო წასული. და ახლა მე და ჩემს პატარა ძმას ბებია გვიწევდა დედობას. რა ამბავში ვიყავით ამ ეზოში მეზობლის ბავშვები. სულ აკლებული ქონდა ახლა. დედა აბრეშუმი დააყურე სახლი დაალაგე წავალდი ახლა თეატრში დედი გოგოსახში თქვენ შენ გეუბნები თეატრი არ გამაგონა მე შორომ შეგეშალოს იქ რამე და ხალხმა ციცილი და უნდა შევეშალო უნდა მივიდა და ჟორჟიკა გავლანცხობს სწორედ ასე უნდა ვერ წარმომედგინა მაშინ რომ ჩვენს თეატრზე უკეთესი თეატრი ამ ქვეყნად სადმე არსებობდა რა თითი დღესასწაული იყო ჩვენთვის ყოველად დადგმულ წარმოდგენაზე დასწრებული მთელი დღის განმავლობაში ვემზადებოდი და ტანში სასიამოვნო ჟუანტელი მივლიდა ჩემ თავს რომ მაყურებელთა დარბაზში წარმოვიდგენდი ღმერთო რა საზეიმო წუთები იყო როცა ვიჯექი და ფარდას თვალს არ ვაშორებდი როდის გაიხსნებოდა კარგად ვიცოდი სპექტაკლი 8 საათის მაგერად ხამის 12 საათზე დაიწყებოდა მაინც საწყებამდე ბევრად ადრე მივდიოდი იქნებ კარი მალე გააღონდა წინა ადგილი დავეგავო მეთქი ადგილები არ ინომრებოდა და სკამზე დაჯდომა მისწრებაზე იყო პირველ საათს არაფერი არ ყოდა წარმოდგენა რომ დაიწყო ოტელოს როლს ასრულებდა მათემატიკის მასწავლებელი ვარლამ ხვიჩია იაკოს კლუბის მთავარი ბუღალტერი სევერიან ძივძივაძე დეზდემონას ბანკის მალარი ფაცია გაჯაია მე მოვტაცია მოხუც ქალი ისიც სწორია რომ მე იგი ცოლად შევირდი ეს არის ჩემი შეცოდების თავი და ბოლო ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარე მე შევიყვარე ჩემ და ჭირთა სანაცნობისთვის არ მიხმარია ამის მეტი ჯადოთილის აი აქ მოდის დეზდემონა კითხეთ მას თვითონ შობელო ჩემო დიდებულო მიამასავ გძნობ რომ შუა არის გაყოფილი აწვალი ჩემი თქვენ უფალი ხართ ჩემი მე კი თქვენი ასული მაგრამ აქ დგას ჩემი ქმარი მე ვითხოვ ნებას თქვენგან რომ ჯეროვანი მოვალეობა ვუძღვნა ჩემს ქმარს და ჩემს მეუღლეს რადგან ოსმალოს გემთაკრებულის დაღუპვის ამბავი მოვიდა ჩვენმა დიდმა და სახელგანთქმულმა გამგებელმა ოტელო მისურვა რომ ყველანი მხიარულებას მიეცნენ გეპიცებით რომ მე ამათ კიდევაც შემაქეიფიანეს აბა ეგ რა სათქმელია მეომარი ნუმერკოს თუ ნახევარ ბოთლზე მე ღვინა მოიტანეთ Yadila,
იადილა შუკა შუკა შარა შარა უკან უკან ჩარა ჩარა ხდებამზები და სოფლები მოყრები და მეზობლები ზელაჟანში ამოსულა ხამდაღანაც ისინა შეჩინებული სიმღერა ბანაკიანი იადილა 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 საყვედურის ღირსი ხარ, სწორედ. იქით გავშორდი! ეგ არ არის ეჭვიანიო. მე არ მინახავს. მაგისაგან ჯერ სამბავი. უთუოდ რაღაც თილის მაიმ ხელსახოთში. ზუხარ მე თითად მის დაკარგვას. 1 და 2 წელი არ აკმარა გასაცნობად მამაკაცისა. ის სტომაქია დედაკაცი იმისის საზრდო. ჯამს ვიდრე შია და შორს ისვრის რო საივსება. წადი რა, წადი. გამანებე თავი ერთი. კასიო. ახალს რა სიტყვი? მე ჩემი თხოვნა მინდა გაგიმეოროთ. ამაოც დილობ. რას მიბრძანებთ ჩემო ბატონო? გადი აქედან. თვით მოგიხმობ ცოტა ხნის შემდეგ. რაც კი ამ საქმეს შეეხება, გადი გამშორდი. რას მემუქრები? რისატანაც კი შემიძლია იმდენს ვერ მავნებ. ჭკუა მოკლე დამთხეულო ისე დამაინტერესა სპექტაკლმა, რომ თვითონ არ ვიცი როგორ აღმოჩნდი სცენაზე. მაგ შენი ხმლის არ მეშინიან, უნდა ყველას ვაცნობ. ამბავია, რა მოხდა? ხუთსიგდემა 20 ჯერ მომკლას, გვიშელეთ ეჩქარა მოგეშელენი, ხალხმა მომიკლას ალბათ. ამბავია, რა მოხდა? უგნურო სულელო მავრო, შენ რომ ამბობ ის ხელსახოცი მე თვით ვიპოვე უცაბედად და ჩემს ქმარს მიდევ. ზეცაში არ მოინახოს ქვაკუთე თუ არ მეფისაკენ. ტკბა დაკარგულო, ეს უწინო რაღისი იყო იმ შენიერი, სათრიცოლი. ენდი, უთქმელო, აბასახო. ისი ებოშ მასო პაკეტა. ჯორჯი გამიზია მამიღა კარები ასე არ ვიზამ. დელო აპირებს იაკოს მოკვლას, მაგრამ მოსტალო იარახს წართმევს. უი, შეგარცხვინა მე. რა მოქმედი? ჩემი სიკვდილი. შეცოღლიშვილო! ხანჯალი ამეიღო შეგეძლო რომ გოლში ამეყნებოდა როდესაც მაგის გამარჯვება რა ტეთი არჩი მე ახლა მარიამ დაწყო როგორც ფისით ხო სამყურნალო ხარაბეთი ყოველივე ასწობეთ მას და დაუმატეთ და ერთხელ ალეპოში ოსმალო ვინმე თავს რიგადგმული სიამაყით გულზეთ მოსული ვენეციას ასემდა დამის ქვეყანას უშვერი სიტყვით აგინებდა მიუწვდიდა ყალში მყოფად წავსა და დავკრავ აი ასე Você chegou a subir,
ჩემი დებილი. თუ გადაუდებელი საქმე არ გექნება, ისე ქუჩაში ნუ გამოხვალშილო. არა, ლამაზი ქალიშვილი, ქალი ქუჩა რომ დეია. მე ვიდა. არი, გააჩერე შენგენაც ვარ. შედი ახლა მოხდა დევიები მხარს. შენ არი ჯავრობი? აბა შენიცი რა ჭუით იქნები? რაღაც ჩახვალ წერილი იმ კუთხში მომწერილია და ძალიან არ უნდოდა ბებიას. მაგრამ ფუცა დღეს მსახიობია. და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი მსახიობით. მე და ციალა. ამ ბაღში ყოველ დღეს ასწაულზე ალეგრა იმართება. დღეს განმავლობაში დიდი მოსამზადებელი მუშაობა იყო გაჩაღებული. საღამოს ბაღის კარი დაიკეტებოდა და უბილეთოდ არავის უშვებდნენ. ჩვენ ბავშვები რა თქმა უნდა მაღალი ქვის ყორიდანაც შესანიშნავად ხვდებოდით და ისე შევიპარებოდით ხოლმე უბილეთოდ. შეყვარებული წყვილები ისმენენ. მახსოვს, ჩემი დეიდაშვილი ხიდუ იჩდა ხოლმე ეგრეთ თავის ადრფო ნათელასთან. ხიდუმ დედა ადრე დაკარგა და მასაც ბებია ზრდიდა. ჩვენ ბავშვები როგორც კი თვალს შევავლებდით ხიდუს ნათელასთან ერთად, მაშინ ბებია ჩემს მიურბეინებდით ხოლმე ამ ამბავს. ბებია, სათხარ! აგერ ვარ, შვილო, რა იყო? ბებია ხიდუ და ნათელა ერთად არიან ბაღში. აუყურე შენ მაგას? ჰა? Gazete gidelim. Masne, ho, mi xodo saklamak. Mobრძანდა საჩაბა რასისტანსა. მაცალოს მაგა. თელი დღე დაწანტალებდეს მოკაფე ქუჩაში უსახლოდ ამის მეტი არ მინახავს მე. რა სიმღერას გადაეკიდა ტექნის კითხვა აკრძალა. მობრძანდები სახში ვაჟბატონ.
ხიდო და ბატონია უკაცრავი პასუხია და შეყვარებულებთან ერთად კინოში მიდიოდე. რაიო? ბაკურები, ოლია, ჩვენი ბიჭები შეყვარებულებთან ერთად ბრძანდებიან თუნდე კინოში. რას ამბობ, ლაზარია? ქალაქში რა გვინდა? დღეში გავიქცეთ. არა, ბედელა. წავიდეთ. ქალაქში ვეძიო ჩვენი ბედი. ისავს თუთოს მაგალე. შენთან ყველგან არ გამოწუწლებს იმე. არ წავიდეთ. იდო იქიდან. დამთავრდა წაით სახლში. ფათურა. უღრამხელად ყუცა. ნახეთ უაუტყებებია შენ და შენ საწოლე ქუთაისის გზაზე რომ ისერნობდით. რაიო? რა საწოლეო? დიდა, ბიჭო, შენი საწოლე. შენ ხება უკაცა. შენ საწოლე მაგმეტია სუჯერე. ხოდა კიდე წიგნი ინახავს და ის ხის ბიჭო. შენი მაგასახერხო. მარიამ ბებია. რომელი ხარ? მე ვარ შალვა. მე რა შორი დაინძახ შეკაც. გამარჯობა. გაგიმარჯო შვილო ხმერთ. მოტკი ეს. არა, გამარჯობა. რა იყო შვილო? რას გვიბძანა? ხიტუმ ცოლი შეერთო. ცოლი, ვინ შეერთო? ათელა. მოდი შვილო არა, სახში. მეჩქარება. Adres mangis celi იყო ჯერმეჩ. მაგრამ რას იზამდა ბებია უზენაესის წინაშე? ღმერთს და ანგელოსებს ისინი უკვე დაელოცნათ სამუდამო ერთგულების განსამტკიცებლად. ბებია! რა იყო შვილო? ბებია ხიდთან ათელა მევიდე. უი, ქვიგენა! ასე გარე უნდა იარო, არ უნდა მოხვიდეთ ბებიასთან სანახავად. გენაცვალეთ მე. შენი ჭირი მე, შენი გენაცვალეთ. დედა და დიასახლისი აღმოჩნდა. ბებიას ისე უყვარდა, თვალში რომ ჩავარდნო და ხელს არ ამოიხსნა. ბებია, ჩვენ კლასში ერთი საცოდავი ბიჭის დარო, სულ მატუა. ჩვენთან კი ერთ ამაჩას დადგოლა ბარიკება. თავში და კინოში ფეხში შველი დიარება, იმიში წოდი. ბაღნოს ყველას გვეწოდება. ისა წყალი, კი მარა დედმა არ ყავს თუ იცი? არ ვიცი.
არწბები აყავს აწი? რა ვიცი. სალამი. აბა ბავშვებო, ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს შინაურ ფრინველებს. აბა რომელიმე ტყვის რა სარგებლობა მოაქვს ქათამს. აბა გოგო შენ მითხარი? ქათამი გვაძლევს ხორცს. კიდევ? ბუნდღას. ოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს კვატას. მინიტყვის? მასწავლებელი. აბა შენ გოგო? კვატა გვაძლევს ხორცს, კვერცხს და კიდევ ბუნდღას. ოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს ბარს. აბა შენ თქვი? ბატი გვაძლევს ხორცს, კიდევ? კვერცხს კიდევ? და ბუნდღას. ოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს მამალს. აბა შენ კაცარება? მამალი გვაძლევს ხორცს, ბუნდღას. კიდევ? კიდევ? აბა ბავშვებო, ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ბავშვებო, რომელიმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ვინ არის ყოჩაღი და ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ბიჭო, მთელი წლის განმავლობაში რომ არა მოგიღია ხმა, ახლა რას გვეტყვი, რა სარგებლობა მოაქვს მამალს? ჩინჩლავს. ახლა მე გამოდი და დადექი კუთხეში, ჩქარა! უზრდელო! გავყიდით ბილეტებს, გაცხარს ევიღებ სულ იმას მივცე. ბებია! ოჩახ, კარგად მოგიფიქრებიათ. ობოლს და გაჭირებულს სწორედ უნდა დაეხმაროთ.
წლის სეზონში რაც ხმაურია, ნეტარი უნდა იყოს, წავალი ერთი და გევიგებ, რომელი დეი არის. არა, მაინც ამდენიებია ნიკოს სეზონში, წავა ერთი ლელას დოუძახებ და მე მეხმარება. ლელა, რა გინდა? აქ ნიკოს ბახში ქვეყანა პეტეტონიებია ნუსლოს და დავკრიფოთ. შეკიდო კანიჩი ხარ, წადი. გევიგები ცხაყოთილა. უყურე რა დღე დავაყენო. აი შერუქაია. აი ბატონ რანდავია. რა გინდა შენ ჩემ ოჯახში? ბატონო ძროხაიგო და გადავდენე. რამხარია აქ. ძროხაიას როდის ჭამს? ავით ჩივა ხომარა. ავით ბატონო. კაი არა შენ გაიკარი. რატომ არა ვარ? არა ხარ შეგუნე. რატომ არა ვარ? აბა ხვალ სადაც საჭიროა იქინე მო. იქინე? ხო, იქინე რა არ მოვა. ასე ბედეძვანიების გულზე იჭრა. აი, ვი ასე დაბტულ მიდიოდი. ლელა. ლელა ერთი ზღაბო წამალკარი შენ იქინე. შალვა შემეთერდი. კაკუ, მოგძან. რაზონ დაიბარეთ ბატონო თქვენ? რეიზა დაუკრიფე, შენ, ჩემ, ბიძაშ, ნიკოს ე. აიყო შეკაცო რაც ხაეთი 2-ია მოწვიდე. ხო, გამახსენდა. ბიძაშ თქვა ანჯელებს და 100-ია, კანა მილიონიას მიცემ. Jujuna prima morida, idi mindori danama, idi mindori danama, vinčvaze cudira metkvas, guli gaupos danama. Ido? Etiraris! Vinčvaze cudira metkvas, guli gaupos danama, guli gaupos danama. Ido? Črelo pepela, gafrindinela deliavranuni. Ahle, tiki do im gere. Deliavranuni. Ahle, itsekwe. ოთხმოცი კაბიკი და კიდო მანეთი. ტიტურა ბევრია. აღებული თანხა დიდი სამბით გადავეცი დობოლა მხანაკ. ადექით. ხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზე და წინუძღვის სხვარსა მიდის თაზე და სალამურს უკრავს ზარის ხმაზე და სხვარის ბევრი ხავს თავის თმაზე და ვიღაცა ურეს ვიღაცა ხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზე და წინუძღვის სხვარსა მიდის მთაზე და სალამურს უკრავს ზარის ხმაზე და სხვარიც ბევრი ხავს თავის თმაზე და ჯამი ჭურჭელია
აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ფინჯანიც ჭურჭელია. გავიმეოროთ? ფინჯანიც ჭურჭელია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ, ძაღლს აბამენ. ჯაჭვით. გამეოროთ. ძაღლს ჯაჭვით აბამენ. ჯეჯილი ბიბინებს. თუ გიჯიკეთ. კეთომ პაპას ატმის ჩემი მიაწოდა. მასწავლებელო, ჭოლკა მიქიჩებს. ბიჭო, ერთი უჯიკე მაგას. უჯიკე ბიჭო. აი, საწოდაო, თვითონ საჯიკებელი ხარ. შენ ვის უნდა უჯიკო? ზღვის ტალღამ. გოგო, გადმოჯექი აქეთ. ბიჭო, გადადიქით. ზღვის ტალღამ ჯებირი გადმოლახა. პატარა ციალამ და ელგუჯამ წერა ისწავლეს. კატა წერს და მასწავლებელო, ეგი ტირის. რა მოვიდა? ჰა? რა მოხდა? ავას ტირის საცოდა ის. მარიამებია, მარიამებია. რამ წამოგიყვანა გოგო ასე ადრე? ბიჭიც მოდის? მე მასწავლებელმა გამანთავისუფლა გაკვეთილებიდან. დედამ ყავსავად და წამალი უნდა მიუტანა. ბიჭი დღეს სულ ტიროდა. მასწავლებელმა გითხრა რეიზა ტირიო და არაფერი არ უპასუხა. რა ეტა კაცი? რა ვიცი? ჯამი ჭურჭელია. აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ჯამი ჭურჭელია. გამარჯობა თაგაკი მასწავლებელი. ისანა, რაღაცნაირი ცოცხალი ბავშვი იყო. ეს საწყალი კი ელენჩი. ახლა დღეს წელი დღე რაჯანდა ბატირებდა? ვერ გევიგე პაპა. მართლა ბიჭო. ასე შეაწუხე მასწავლებელი. გაიგონია კლასში ტერილი. კი, მაგრამ რა გატირებდა ბიჭო? აბარა, დამაჯილეს გოგოს. შეგარცხენა გულაკი. მე რა მაგითა წერადი შვილო. თავჯერს მასწავლებელი ხან გოგოსთან დაგაჯენს, ხან ბიჭთან დაგაჯენს. აბა რა ვაკინდა შვილო. ბებია, წავა ფეხბურთზე. რაიო? რა გოგოს აკმია ფეხბურთზე? ავი ჩემი დევკონე თუ ხარ ჩემი და მასზე იქონა. ყველა მიდიან ბებია გაგვიჟირა. მარიამებია, გამოვიდი ვარ.
ამ ფეხბურთმა ჭილეთი გამიჩინა კუთხე მეზობლებს. კიდე ერთხელ რო დავინახო ეს ბურთი ჩემს ეზოში. ისე დავჭირ და სულ ნაკუთხად ვარცხევ. ბეშკამისთანა გაგონილა? კრუხი ვერ დავაჭირე და ნიახური ვერ გავსარდე ბოსტანში. რანაირი ყვავილები მქონდა ხო გახსოვთ? სტუმრებმა ტანსაცმლის გადაცემა ვერ მოახერხეს და სულ შიშვლები გარბოდნენ დილიჟანსისაკენ. იტახიამ საარაკოსის სწრაფით გააქანა დილიჟანსი და ასე გადაარჩინა სტუმართა გუნდი ქვებით ჩაქოლეს. Olha, ela ainda assim me desgarrou toda a atre. Anis picoleva. Beria! Olha, mas corremos! Uieshpa. Beria! Ay, pagnevoit. Mobijo. Puchech. Κατσάχλεκ. Μια λάρκα τα γάσα. რა შევით ბავშვებო გაგიცივდათ საჭმელი. ხომ არაფერი გინდა ოლია? აგერ იქნება ცხელი ჭადიკი სიამოვნოს. კი. ბებია, ოლია მათხოვარ ჩვენთან რატომ არ ჭამს? როდის იყო შვილო ჩვენთან რო ჭამდა? ეგერ თავისთვის ურჩევ. ჭამით. მელანო! რა იყო, მარია? თავის სახს მივდივარ და ერთი ბაღნებს მიმიხედე, შენგენ აცვალი არ გადამიწვარ სახკარი! Სადი, ნუ გეშინია! ჩეჩანეთი და დასვთი ადამიანი. მორწანდით მარიამდებია. მადლობ შვილო. აქეთ მარიამ, აქეთ. მადლობ ჯომა.
გლობალი კარპე რა გიქნიეს ჩემ საკარყოფაში შუბედურო რა პასუხსაცლებ შენ შვილებს შვილებს და შვილთაშვილებს გეღურებია პატარა ხანს რა იქნებოდა კი არა ამ ქვეყანაზე ჟუსინდისოდა აი შეკალო ამას რას ნებესარი ვაი ამოსტრება კაცებს თუ აჭამეთ დღესავ კი ტიტუ შესაწყალოა გრაფინა ამას რა ეშველება თლამარდო დარჩა მოზვერი ხარ გარაგიშვია გარაფნა არა ტიტუ ეფროსინეს ვარებ ხარ შეგიშვია ბოსტანში არა ვაი ჩვენ თოდვა დაიწყება დაიბანები რას გავხ ეთუსი ჰაკერ ხესთან გოგოროდგას ბეჟიკოს ამინდოდა მოგწონს MTS-ის უფროსი პარმენ ხუბუა. ჩემი სეკუნდი. მიცვალებულის ოჯახში რიგრიგობით გადაჰქონდათ სადილები მეზობლებს. მრებია ჩემიც რა თქმა უნდა დიდი სმონდუმებით აკეთებდა ჭირის სუფლებთან გადასატან ლობიოს. ანა! გამეიარე შვილო, შენ არ გეიარე. მოვდივარ. აგოგო მოკიდი ამას ხელი და პოლიკარპე ბაბუას ეზოში გადაიტანე. ნელა, ფეხი არაფერს ამოგრა, იცოდე? არა. ეხლა მიირთი ცოტა რამე. პარიკო. რაზდენ? სევერიანი. დაურდა. ჩემი კანტორის ხალხი მოდის და აბა თქვენი ციტატი კაი რამე დაუკარეთ.
ყველა სიკვდილის შვილები. ვაი ჩემო პოლიკარპე ჩემო ძირფასო მეგობარო სამი ხვალ პოლიკარპე ჩემო ძმაო ვაი შენი მეშენი პოლიკარპე რა გიყופი ავაჟახი ჩემო ძმაო რა დაგწოლა შეუსვიდისო ვაი რა დაგწოლა პოლიკარპე შეუსვიდისო რა მიბატონე ვაი პოლიკარპე აგერ მინადორა სეწყარი გადავახულოთ ბუზებ მარში აწყოს ვაი ეს მიცვალებულია დგავ
სიცივე გავხდა. მოდი გენაცოდე, მოდი შენი ძილი. გავარჯობა. მოდი შვილო. გავარჯობა. ვიცადე, ახლა. კარგი. მალე მივდივარ. ნასტია! თამარა, ვასო, ვალიკო! სიძე ჩამომივიდა. მე და აი მასე კერგო კატობებიასთან მიდოდით ყალების მოსაკრება დაკრებეთ ყალები აკეთებას მომდოდით თუმე ბოკაი ყოფილა აშობილი ბოკაი გამეკდა მე პებელასაი ნავდა ბიჭა იმზახო ნიშელი ანა აქანი ადამტო კი მაგრამ მე რა უნდა მექნა ხელში ყარე ყვანდა ისე ყვარცა მე ვყვანდი კენდე ყესენ აი მასე კერგო ცხონზე კი ვეიყო მიხდებული კატამიევი და კაკანო თუმე ყვერცხ ნადოვა მე კატამი ჩამოფრიდა მე მევედი ისე და თუნდაც ქვეყანა კვერცხები დოდია. ჩავიყარა კალდეში და ნელა ჩამივიტანე კიდეზე და ბებიას მივეცი. ოჩახში, კაი გოგოხარ. რა იყო დედ? რა და გადავწყვეტე ბავშვები თბილისში წავიყვანა. როგორც გინდოდა შვილი. იქ ისწავლია. მაგათვისაც უკეთესია და მეც უფრო ხშირად ჩავაგიტო. რა ვიცი ახლა ვის ექნება თბილისში მაგათი მოვლის. რატო, რა უჭირთ? კარგად იქნება. ღმერთ მაინებოს შვილი. აბა თქვენიც მამიდებს ორი ფელი დაუჭერეთ. იბები. მოდი ჩაჯექი. ჩემი პატარა ტერუკარიჩი. წერლას ხომ წერბიჯო? მოდი. ვა, ჩემი პატარა გიჟოგო. ჩაეციქე. ჩვენ კიდო გიჯამოვალ, ბები. ჩამოხვალ, ჩვილო. აბა ჩამოხვალ. მოდი. ოპა. მოდი პატურია. მოდი ზაღლავი. აუ, არ უნდა პატურია, შენთან წამოს. არ უნდა. ვაი, მე ის პომაგის თქა. აბა ჩაისვით მაგა. კარგად, შვილო. აბა თქვენი ციტა. ჩვენი დარდი ნუ გექნება დედა. ბელაფერი მითხარი რა წერია მას. ვაი, გილოცავ სახელწოდების დღეს. ბრავოს და ეს არის მხიარულად კოცნის შენი ელიკო და ფუცა. რაიო? რაიო? როკოტოგული გამიხეთკეს მაგ შეჩვენებულებ მაუღურე შენ. დეპეშა როგორ გამომიგზავნე? ой, ბოდიში ბატონო. დიდი ბოდიში ჩემო ბატონო. ბოდიში ხდა შეინჭირი მე. მიბრძანი თქვენ სახლებში ეს რა მომივიდა კაცო, ეს რა მომივიდა. ბოდიში ნასტია ვალიკო. ბოდიში გენაცვალე. მეზობლებო, მობრძანი სევერიან ჩემო. რა მომივიდა ეს. რა მიქნეს, რავა შემაწუხებიეს ამდენი ხალხი. უკაცრავად მეზობლებო. დეპეშა რავა გამომიგზავნეს. აი, თქვენ მეისვით. თქვენ მოგეკიდა ცეცხლ და გაგანია. რა ვარც ახლა მე გადამრიეთ, ისე გადაგრიოთ მამაზე ციერმა. გული რავა გამიხეთკეს შეხალო. რა მიქნეს ესა? რა ვარც თავს არიკლავთ აკანი ჩამოსვლაზე. გახსარ და გადგმევიეთ იცოდეთ ამ ეზოში.
ბებიეს, როგორც ჩვენი გამოჩენა ჭიშკარში. ასე ესტუმრებიან ხოლმე ცოტა ხნით მარიამ ბებიას შვილები. ხან ნათესავის ან მეზობლის ქორწილზე ჩამოდიან, ხან ვინმეს გასვენებაზე. ხანაც აგარაგზე წასვლამდე გამოივლიან ხოლმე დედასთან. ეს მოკალიმე. არა, ეგ არის. აი, Kishvilo, ki genetsvada, čamovaldeti. Aba kargati rari genets. Nahvambish, čemu si cacu. Kargati rari šo. Aba šeni ciračkujena tiknebi. Nahvambish? Nahvambish, dede.